დაკვირვებულ ხართ თემებს, როგორიც არის სად კარგავთ ენერგიას, როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური ადამიანები, ან როგორ დავიცვათ თავი ტოქსიკური ადამიანებისგან, ვამპირიზმის თემა, ვინ არიან ვამპირი ადამიანები თქვენს გარშემო, როგორ მიაქვთ მას ენერგია. აი ესეთი თემები სოციალურ ქსელებში ძალიან მაღალ რეიტინგზე გადის. რატომ ხდება ახლა ეს? ეს არის 3D-ს კაუჭები, რომელიც ადამიანს თავს აგრძნობინებს მორიგ ილუზიაში, რომ იცი რა, შენ არაფერ შუაში ხარ, ყველაფერი არის გარეთა ფაქტორებიდან გამომდინარე, რომ არა ტოქსიკური ადამიანები შენ თავს კარგად იგრძნობდი და მთელი ყურადღება გადააქვთ გარეთ ცვლილებებისკენ და მოქმედებებისკენ. რეალურად ეს არის კაუჭი. რას ნიშნავს ახლა კაუჭი? 3D-ში არსებობს დესტრუქციული პროგრამები, მაგრამ კვანტური ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან არანაირი ვამპირიზმი, არანაირი ტოქსიკური ადამიანები არ არსებობენ. ყველაფერი გარეთ წარმოადგენს შენი შინაგანი სამყაროს ან არეკლს და 3D მატრიცა კარგად აირეკლავს იმ შინაგან პროგრამებს, კარგად არჩევს პერსონაჟებს ამ შინაგანი პროგრამებიდან გამომდინარე, შინაგანი კაუჭებიდან გამომდინარე. საიდან მოდის ახლა ეს პროგრამები? რასაკვირველია, მოდის ბავშვობიდან, არასრულფასოვნების, არასრულყოფილების განცდიდან, შიშებიდან, დაბალი თვითშეფასებიდან, უსუსურობიდან, წყენებიდან, გაბრაზებებიდან დააკვირდით. შეგიმჩნევიათ, ან თქვენ ყოფილ ხართ მსგავს მდგომარეობაში, როდესაც შეგიცვლიათ სამსახური, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, ადამიანები იცვლიან სამსახურს, მაგრამ ცოტა ხანში პოულობენ ახალ სამსახურში ისეთივე უფროს, ისეთივე სიტუაციას, რისგანაც წამოვიდნენ. წასულ ხართ ურთიერთობებისგან გაცილებულ ხართ მეუღლეს, მაგრამ გიპოვიათ ადამიანი, შეგხვედრია ცხოვრების მორიგი თანამგზავრი, რომელიც ანალოგიურად იმეორებს და პირველის იდენტურიან, ან უფრო რთული სცენარებით არის, ფსიქოლოგიური ძალადობით და ასე შემდეგ. რა ხდება? ეს არის, კიდევ ვიმეორებ, აი ის დაუმუშავებელი არაცნობიერი პროგრამები, რომელიც ბავშვობიდან მოყვებათ და 3D მატრიცაში არსებული ეს კაუჭები კარგად თამაშობს პერსონაჟების მოზიდვის სცენარებს. და სანამ ეს კაუჭი შენშია, აზრი არ აქვს გარეთა სიტუაციების, მოვლენების და ადამიანების შეცვლას. ეს არის სცენა, სადაც შინაგანი პროგრამები თამაშდება. ამისათვის შემდეგი რამ არსებობს. თუ შენ დაიღალე წრეზეთ სიარულით, თუ შენ დაიღალე ერთი და იგივეთი ცხოვრების სცენარებით და ერთი და იგივე ემოციებში ყოფნით, რომელიც დესტრუქციული და დამანგრეველია, ზუსტად შენთვის შეიქმნა 28 დღიანი სივრცე, სადაც ჩემთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვალთ მსხვერპლის როლიდან, 3D-ს პარადიგმებიდან, როგორ მუშაობს ზოგადად 3D, სად უნდა დავინახოთ ჩვენი თავი, ჩვენი პროგრამები, სად უნდა, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ და როგორ გავიდეთ მსხვერპლის როლიდან საკუთარი ცხოვრებით შემოქმედის მდგომარეობაში. აი ამას ვსწავლობთ 28 დღის განმავლობაში. 28 დღე, ყოველ დღე დილის 6 საათზე დაიდება იმ დღის დავალება, საკუთარ თავზე დაკვირვების, შეცნობის, ფიქრებზე, ემოციებზე, რეაქციებზე, სავარჯიშოები, რომელიც ამას გაგაცნობიერებს, კითხვები, რომელიც ამას გაგინათებს და მედიტაციები, რომელიც ახალ უნარჩვევებს
შეგწევს, სწორედ 28 დღე სრულად ვიქნებით ერთად, ვიმუშავებთ, ვიმოგზაურებთ შენ შინაგან სამყაროში, აღმოვაჩენთ 3D პროგრამებს, გავსწორებთ თვალს და დავინახავთ, როგორ უნდა გადავრთოთ ჩვენი ცხოვრება 4D-ში, სადაც ცნობიერება უკვე ემზადება გახდეს შემოქმედი. ასე რომ გელოდებით, თუ თქვენ მზად ხართ, გაიარეთ რეგისტრაცია ზემოთ ბმულზე, ან უბრალოდ დაწერეთ კომენტარებში გამოფხიზლების დროა და თქვენ ჩაგიგდებთ ბმულს, სადაც იპოვით დანარჩენ ინფორმაციებს. დიდი მადლობა, რომ მიყურებთ, დიდი მადლობა, რომ ელოდებით ჩემს პოსტებს. შეხვედრამდე, მესამყაროებით და უყვარხართ თამარს.